როგორ გავაკეთე $1900 live trading-ის დროს, ამას აგიხსნით დღეს და ასევე მოგიყვებით დღევანდელ დღეზე, თუ ვინმე თუ წააგეთ, ვინმე თუ მოიგეთ, როგორი დღე იყო და ასე შემდეგ. მოკლედ გავინახულოთ ჩვენი დღევანდელი trade. ეს არის ჩვენი screen trade-ის. რამდენი კონტრაქტი გაიხსნა, როდის გაიხსნა და როგორი პოზიციით გაიხსნა და სად გაიხსნა. ეს ძირითადად იყო challenge-ი გახსნილი, მაინც რომ მეცოდეთ. და მოკლედ დღეს რო მოვედი მარკეტზე, მოდი აი ესე გადავახვიოთ სადღაც. მოვედი მარკეტზე, მე ვუყურებ, რომ გუშინდელი დღის liquidity საერთოდ აღებული არ არის მარკეტზე. ანუ მარკეტზე манипуляცია მომხდარი არ არის, ესე ვთქვათ, და გვაქვს დაგროვილი low resistance liquidity ეს გვერდულად. რას ფიქრობენ აქ trendline trader-ები? Trendline trader-ები ფიქრობენ, რომ ესე ჩამწკრივებული რო გვაქვს რაიმე, ხო, ესეთ შემთხვევაში აქ ყველა short order steps და short შედიან. მოკლედ მარკეტმა საბოლოოდ რომ манипуляცია გააკეთა low-ზე და ეს ჩვენი მერე მარკეტმა, კიდევ ერთი ჩამოსვლა გააკეთა, როგორც მახსოვს. მარკეტი რო გაიხსნა, კიდევ ერთი ჩამოსვლა გააკეთა, ჯუდას swing-ი გქონდა 9.30-ზე და აი ამ დროს უკვე bias-ი მაქვს ძალიან მარტივად, აი ამ 5-წუთიანი ფეროლგებიდან კი არა, ორდი ბლოკიდან ბოდიში, აქედან თუ აქედან აღარ მახსოვს. მაქვს bias-ი რომ მარკეტი იწავა და წინა დღის PM-ის highs მოხსნის, იმიტომ რომ წინა დღის liquidity როგორც ვახსენე, არ არის მოხსნილი. მაღალ time frame-ს რო გადავიდეთ, მარკეტზე გვაქვს ეს სიტუაცია, რომ ეს 4 საათიანი gap-ი გვაქვს, რომელიც არ არის გაფილული, ანუ მარკეტი მანდ არასულა ჯერ რა. ანუ მარკეტი, ზე თუ bearish-ი ვარ და გვინდა რომ მარკეტი ქვემოთ წამოვიდეს, ჯერ მარკეტი აუცილებლად ზემოთ უნდა ავიდეს, ხო? ამიტომაც შემდეგ double time frame-ზე რო გადავედი, ამ მაღალ time frame-იანი ადგილიდან, პირველ რიგში რაც გავაკეთე იყო, რომ აი აქ ფას რა თქმა უნდა დღეს იცოდეთ, რომ მარკეტის კონდიციის წაკითხვაზე ძალიან შევდლაპარაკობ, რომ უნდა იცოდეთ მარკეტზე კონდიცია უნდა წაიკითხოთ, რომ გაერკვეთ მარკეტზე მაღალბუთობიანია თუ დაბალბუთობიანია ამ მარკეტის ტრეიდი. დღეს ტრეიდი იყო დაბალბუთობიანისა ტრეიდო, რთული სატრეიდო, რომელსაც მე პირადად HR liquidity run-ს ვეძახი, ანუ high resistance liquidity run-ს ვეძახი. ეს ჩაიწერეთ ჩემგან საჩუქრად. ანუ მარკეტი როდესაც მარკეტს რაც არ უნდა drone liquidity იცოდეთ მარკეტზე, ხო, რაც უნდა იცოდეთ რომ მარკეტზე დარწმუნებულები იყოთ რომ მიზანი არის რაღაცა ადგილი, ტოჩკა, ესე ვთქვათ, ხო? რაც უნდა იცოდეთ მარკეტის კონდიციას თუ ხედავთ და ხვდებით რომ მარკეტზე ესეთი რთული კონდიციაა, მარკეტზე ღრმა retracement-ები აქვს, როგორც ეს, რომელიც არასაჭირო იყო რომ ღრმა retracement ქონდა და აი ამ low-თვის ჩამოსულიყო, რაც არასაჭირო იყო, მე აქ SMT გაკეთდა, არ იყო საჭირო მარკეტს რომ გაეკეთებინა. მაგრამ მაქედან გამომდინარე, დღეს მაინც ეს თქოთ პატარა ტრეიდები მაინც დავიჭირე. შეძლების დაგვარად მაქსიმალურად გავაკეთე მე ჩემგან, რომ მარკეტზე ტრეიდი გამეხსნა და მომიგო. პირველ ტრეიდი 15 წამიანზე იყო, რა მნიშვნელობა აქვს, აი აქ რო ჩამოვიდა და ეს liquidity იყო. აი აქ გავხსენი ერთ წუთიანზე, როცა displacement-ი ქონდა, ეს ორდი ბლოკი გაკეთა და აქ break ბლოკიც არის. აქ შევედი ტრეიდში, stop loss სადღაც ესე მეყენა. პირველი partial-ი ავიღე ზუსტად აი აქ და დანარჩენი მქონდა დატოვებული აი აქ. აი აქამდესაც არავიდა, მე მარკეტი ჩამოვიდა და break-even-ზე გამომიყარა. ცოტა პრილიგში მე მგონი. და მე უკვე მეორე ტრეიდის დამატებით გავხსენი, იმიტომ რომ მარკეტს მივყვებოდი. აი ეს ერთ წუთიანზე რო ჩამოვიდა კიდევ ღრმა retracement-ი ქონდა, ეს ვახსენე კიდევაც live trading-ზე, რომ დღეს მარკეტი ისეთია, რომ ღრმა retracement-ები ექნება, არ მოგცემს კარგად საშუალებას, რომ შენი ტრეიდიდან მაქსიმალური გააიღო. ამიტომაც რთულია ამის ტრეიდი და დამწყებებისთვის, დამწყება მარკეტზე არ უნდა ითრდოს. იცი რატო? აი ძალიან ხშირად ხდება, როდესაც მარკეტი დამწყები ტრეიდერი ასეთ მარკეტის ტრეიდობს, მithumetes ვინც ემოციური და ემოციებს ყვება, რომ აი აქ რომ მაგალითად აქიდან რომ გალონგავდა, ან თუ კიდე აქიდან რომ გალონგავდა და იგონა რომ მოიგებდა და სხვა კონდიციაში შეიძლება კიდევაც რომ მოიგოს უფრო ხშირად, აი აქ ესეთ სიტუაციაში რომ ჩამოვიდოდა მარკეტი, პირიქით displacement-ი ექნებოდა და მას უკვე ავიწყდება ის მაღალ time frame-ზე გაკეთებული ანალიზი და მისი ფიქრით რადგან ეს მოხდა არ უნდა მომხდარიყო რომ თუ მარკეტი ბულიშია ვეგრე თუ ფიქრობს, ამ შემთხვევაში ის მერე შეიძლება შორტში შესულიყო სადმე, აქ შესულიყო მაგალითად შორტში და წაეკო. ანუ მერე უკვე revenge trading-ი ეწყებათ, ბრაზდებიან ესე ვთქვათ და იწყებენ უაზრო ტრეიდების გახსნა და ესე მარკეტი ქვემოთაც და ზემოთაც ესე რომ დადის, ესეთ შემთხვევაში მარკეტზე მათ ეწყებათ ბევრი ტრეიდების გახსნა, უაზრო ცუდი stop loss-ების დაყენება, ფასის გაკიდება იწყება და ამ შემთხვევაში სწორ ანალიზად ტრეიდებს ვერ ხსნიან. შემდეგ მე მეორე ტრეიდსაც გავხსენი იყო ეს break ბლოკი, გვაქვს აქ და ეს ფეროლგები, აქ გავხსენი ტრეიდი, stop loss-ი აიქმედო, ტარგეტი საბოლოო მქონდა აი ამ highs. რაც მივიღე, მაგრამ რა თქმა უნდა, რთული იყო ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, გამოცდილება ჭირდება, ვიღაცის შეიძლება შეხედოს ახლა და მარკეტი მაინც ზემოთ წავიდაო, რა გინდაო თქვას, მაგრამ ესეთი ადამიანი, ვისაც გამოუცდია ეს ადგილას ტრეიდი, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მარკეტი საით წავიდო და ვისაც გამოუცდია, მიხვდება, რომ ეს დროს
აკაუნტები ძალიან ბევრი იკარგება და ბევრი აკაუნტი ლიკვიდურდება. დღეისთვის მე მგონი სულ ეს იყო. ძირითადი მინდოდა რომ მე თქვა მარკეტის კონდიციაზე მესაუბრა, მაღალ ტაიმფრეიმის ანალიზი რო გავაკეთე მაგაზე მინდოდა მესაუბრა, რატომ ვიყავით ბულიშში, რატომ გვინდოდა ამ ჰაის აღება. მაგის გამოც ვისაუბრე რომ წინა დღის liquidity საერთოდ მოხსნილი არ იყო მარკეტზე და ასევე მაღალ ტაიმფრეიმიანი PDR-ში, ანუ მარკეტს retracement იჭირდებოდა იმ ფეროლიგებში და მაგიტომაც მთელი დღის ბაიასი ბულიშში იყო. როდესაც შედარებით დაბალმა ტაიმფრეიმმა intraday ტაიმფრეიმს ეძახი მე ამას, როდესაც დამიდესტურო რომ მაგალითად 1 საათიანზე ორდერ ბლოკი გაკეთდა და შემდეგ შეგვიძლია გადასულიყავი დაბალ ტაიმფრეიმს და აი აქედან კიდე ლონგი გაგეხსნა, 200 რეიტოს ეს არის, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო რაღაცა გაიკეთებინა, მაგრამ ჩემს მაღალი ალბათობიანი სიტუაცია საერთოდ არ არის ამ მარკეტზე რა. კი შეიძლება მემართულება იცოდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ არ არის ისე რომ აქ რა ქვია მარკეტზე რაღაცა ზუსტი precision trade გახსნა, precise trade. მოკლედ, როგორც ყოველთვის კიდევ ერთხელ მადლობა ხალხ ყურადღებისთვის. მიხარი ორესიდები ძალიან გეხმარებათ და ძალიან ბევრს გადგებათ და სწავლობთ. ძალიან ბევრი ვნახე ვინ ჩემი უფასო მასალით ხეირობს, ესე ვთქვათ. და მადლობელი ვარ ამისთვის, რომ ესე კარგად მისმენთ და ჩემს ცოდნა ესე უდგებით. და რა ვიცი, როგორც ყოველთვის, მადლობა ხალხ ყურადღებისთვის და დროებით წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ.